იტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ყალბი დოკუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ სხვადასხვა სოციალური შეღავათები მიეღოთ და ბანკებიდან კრედიტები აიღოთ. ქართველები მოდენასა და სხვადასხვა რეგიონებში მომვლელებად მუშაობდნენ და ყალბ-ლიეტუვურ პასპორტებს ფლობდნენ. დაკავებული ქალები გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ისინი სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან. რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალის საქართველოში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სხვადასხვა ქვეყანაში ოკუპანტების სპეციალური დაცული საკომუნიკაციო ტერმინალები გამოაშკარავა და მათი ადგილსამყოფელი გაასაჯაროვა. დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული რუკით ერთ-ერთი ასეთი ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზეა მონიშნული. უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი რუსებისგან გაწმინდეს და გაათავისუფლეს. სოფელ ივანოვკას დეოკუპაციის დროს 53 ოკუპანტი დაიღუპა და 19 ტყვედ ჩავარდა. უკრაინა მათ სამხედრო ტყვეების ფონდის შესავსებად გამოიყენებს და შემდეგ საკუთარ ჯარისკაცებში გაცვლის. ოპოზიციის ლიდერების დაკავებები აზერბაიჯანში ვრცელდება. ინფორმაცია, რომ დაკავებულია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტიდან ალი ქარიმლი. იქამდე კი პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა. ალიევის ხელისუფლება ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.